UFC-ს Fight Night-ი ავსტრალიაში, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ კარლოს პრატესი და ყოფილი UFC-ს ჩემპიონი ჯეკ დელა მადალენა. დღეს განვიხილავთ სრულ ქართს, მთავარ ქართს და ვნახავთ როგორ გაანადგურა ნაწილებად დაშალა კარლოს პრატესმა ყოფილი UFC-ს ჩემპიონი ჯეკ დელა მადალენა. იქამდე კი შეგახსენებთ, რომ ამ გადაცემის გენერალური სპონსორი არის კომპანია გლობალი, საქართველოში ყველაზე მაგარი კომპანია ავტოიმპორტში, რომელიც არის თქვენი ხარისხის და სისწრაფის გარანტი. ასევე არ მოგჩეს ბურგერ Paradise-ი, საქართველოში სოფლიოში ყველაზე გემრიელი ბურგერი. ამაში დამერწმუნებიან ჩემი გამომწერები, რომლებმაც იგემეს ეს შედევრი და დაწერეს კომენტარები. დღესაც დაწერეთ კომენტარები, რომ შევხედოთ რა მაგარი ბურგერია. თან 35%-იანი ფასდაკლება აქვს დღესდღეობით. გამოიწერეთ ნებისმიერი გამოძახების სერვისში. მე კიდევ ვიწყებ ავსტრალიის Fight Night-ი, სადაც ერთმანეთს დაეჯახნენ კარლოს პრატესი და ჯეკ დელა მადალენა. ავსტრალიის main cards მძიმე წონაში ხსნიან ტაიტ უივასა და ლუის საზერლენდი. ვინც ამ სპორტში ჩახედულია, ყველა იცნობს ტუივასას. ამ მებრძოლს ნახმარი ფეხსაცმელებიდან ლუდის დალევა უყვარს, ასევე ის ცნობილია თავისი მარცხების სერიით. მან UFC-ში ამ შეხვედრამდე ზედიზედ 6 ბრძოლა წააგო და ბევრი მას უკვე ინტერესით ადევნებს თვალს. იმის იმედით, რომ ნახოს ახალი წაგებების რეკორდი, რომელიც ჯერჯერობით ეკუთვნის ტონი ფერგუსონს, რომელსაც აქვს რეკორდული ზედიზედ 8 მარცხი. სხვათა შორის ტუივასა ყოველთვის ასეთი მეშოკი არ იყო. მიუხედავად იმისა, რომ ის სულ რაღაცა 33 წლის არის, მაინც ითვლება ვეტერანად, რადგან პროფესიონალებში ჩხუბობს 2012 წლიდან. სანამ ტაი UFC-ში მოხდებოდა, მან 7 ზედიზედ შეხვედრა მოიგო, თან ყველა ბრძოლა პირველ რაუნდში დაასრულა ნოკაუტებით. რა თქმა უნდა, ასეთი შტამბეჭდავი რეკორდის პატრონს თან მძიმე წონაში ეგრევე გაუღეს UFC-ს კარები. 2017 წელს მან UFC-სთან გააფორმა კონტრაქტი და ძალიან ეფექტურად შემოიჭრა. მან დებიუტი ნოკაუტით მოიგო, მერე კიდევ ერთი ნოკაუტი, შემდეგ გადაწყვეტილება და ასეთი დაუმარცხებელი რეკორდით 10 გამარჯვება და 0 მარცხი შეხვდა UFC-ს ყოფილ ჩემპიონს ჯუნიორ დოს სანტოს, რომელთანაც ნოკაუტით დამარცხდა. შემდეგ ტუივასა კიდევ ორჯერ დამარცხდა, რის მერეც გაეხსნა მეორე სუნთქვა და დაიწყო ერთმანეთის მიყოლებით სპორტსმენების დავნოკაუტება. 2020 წლიდან 2022 წლამდე მან ზედიზედ 5 შეხვედრა მოიგო, თან მოიგო ყველა ნოკაუტებით. მან ამ მიცვალებულების სიაში დერეკ ლუისიც კი დაამატა. გახდა დივიზიონის მესამე ნომერი, რის მერეც შეხვდა სირილ განს, რომელიც სხვათა შორის კარგათაც შეარყია, მაგრამ დამარცხდა ნოკაუტით. და მის მერე აღარ მოუგია, ზედიზედ 6 წაგება აქვს და დღესაც დაემატა მე-7 წაგება. რაც შეეხება ლუის საზერლენდს, ამ ბრძოლაზე ის დათანხმდა მოკლე შეტყობინებით. ეს მებრძოლი UFC-ში მოხდა რეკორდით 10 გამარჯვება და 3 მარცხი. ის ფიზიკურად ძლიერი მებრძოლი არის, დამნოკაუტებელი დარტყმით, ბრიტანელს ბევრი უჩხუბია სხვადასხვა პრომოუშენებში, აქედან 2 ორგანიზაციაში ჩემპიონობაც კი მოასწრო. თუმცა როგორც კი 2025 წელს UFC-ში მოხდა, ზედიზედ ორჯერ დამარცხდა. ერთხელ ვალტერ ვოკერთან საბმიშენით, შემდეგ ბრანდონ პერიჩიჩთან ნოკაუტით და აი ასეთი მარცხების სერიით შეხვდა ტუივასას საკუთარ სახლში. რაც შეეხება თვითონ ბრძოლას, შეხვედრა დასრულდა ტრადიციულად ტუივასას მარცხით. ამჯერად მან შეხვედრა წააგო გადაწყვეტილებით. დაგიტოვებთ ამ ჩხუბის საუკეთესო მომენტებს. ამ მომენტისათვის ტუივასას აქვს ზედიზედ 7 მარცხი და იქიდან გამომდინარე, რომ ის ჯერ კიდევ არ გააგდეს UFC-დან, მეტყველებს მხოლოდ ერთზე. ორგანიზაციას სურს, რომ მან მოხსნას წაგებების რეკორდი კიდევ 2 მარცხი და ის ისტორიაში შევა. The window is open. And we got caught with a knee, and now it's a sink to his back. It's almost a knee to the muscle ends on his right hand. Joel is going to take a point. It figures to not matter because Louis Sutherland. და კიდევ ერთი მძიმე წონოსნების დაპირისპირება, წინა ბრძოლასთან შედარებით ეს ჩხუბი ნამდვილად კარგი საყურებელი იყო. შამილ გაზიევი ბრენდო პერიჩიჩის წინააღმდეგ. გაზიევი დაღესტნელი სპორტსმენია, რომელიც წარმოადგენს ბაჰრეინს, ის თამადის ტანზია, არის 36 წლის, ყოფილი აბდულმანაპ ნურმაგომედოვის მოსწავლეა, არის უნივერსალი, კარგათაც ჭიდაობს, კარგათაც ჩხუბობს. ის UFC-ში მოხდა დაუმარცხებელი 11 გამარჯვებიანი სერიით და ანოკაუტა პირველივე შეხვედრაში მარტინ ბუდაი, მაგრამ შემდეგ ნოკაუტით დამარცხდა როზენ სტრაიკთან. მერე 2 ჩხუბი მოიგო, ბოლოს კორტეს აკოსტასთან დამარცხდა ნოკაუტით და ეხლა შეხვდა პერიჩიჩს. ბრანდო პერიჩიჩი UFC-ში 2025 წელს მოხდა, რეკორდით 4 გამარჯვება და 1 მარცხი. გაზიევთან ბრძოლამდე ორგანიზაციაში 2 შეხვედრა ჩაატარა, ორივეში გაიმარჯვა ნოკაუტებით და დღეს საკუთარ სახლში გამართა მესამე ბრძოლა ამ პრომოუშენში. მძიმე ტონოსნება შეხვედრა მწარე ჩეხაობით დაიწყეს, რის შემდეგ გაზიევმა მეტოქის მიწაზე გადაყვანა შეძლო. სპორტსმენებმა ცოტა ხანი კლინჩი აქტიურეს, მაგრამ საჯმა ისინი გააშველა და აი
ამის მერე პერიჩიში გააქტიურდა. რამოდენმეჯერ ძალიან დამაზიანებლად შეარყია გაზიევი. დაღესტნელმა თავს უშველა კლინჩი, მაგრამ საჯმამ ისინი ისევ გააშველა. ბოლო 1 წუთი მებრძოლებმა ძალიან მაგრად იჩეხავეს, თითქოს პერიჩიში უკეთესი იყო, გაზიევი კიდევ მაგარი დაღლილი čanda. Busted up though. Brando just out of energy. Nice, put jab or something in front of it. Pericic stumbled. Yeah. These guys are taking. Oh, he shot his penalty. Uppercut from Shamil. Oh my goodness, Pericic trying to. Right hand. Winning the final. ბრუტალური ჩეხაობა მეორე რაუნდშიც გაგრძელდა. ორივე მებრძოლს ჰქონდა რამოდენიმე კარგი მომენტი, თუმცა პერიჩიში უფრო დამაზიანებელი იყო. დაღლილობის გამო გაზიევი ვერ წევდა ხელებს თავის დასაცავად, მაგრამ მაინც წინ მიიწევდა და ამის გამო ძალიან ბევრ დარტყმებს ითვისებდა. ამიტომ ის ისევ ჩაეხუტა კლინჩი პერიჩის, მაგრამ საჯმა ისინი ისევ გააშველა და აი ბოლოს შეტევისას გაზიევმა ვეღარ გაუძლო. როგორც შედეგი პერიჩიშმა ის დაანოკაუტა და გაიმარჯვა. $66 კილოგრამში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ დაუმარცხებელი მარვინ რახიკი და დებიუტანტი ოლი შმიდტი. რახიკი წარმოშობით მაროკოდან არის, თუმცა ცხოვრობს ავსტრალიაში. ორგანიზაციაში დანა უაიტს საპრეტენდენტო სერიიდან მოხვდა. UFC-ში მხოლოდ 1 ბრძოლა აქვს ჩატარებული. მან თავისი დებიუტი მოიგო ნოკაუტით. პროფესიონალებში 8 ბრძოლა აქვს ჩატარებული, 100%-იანი ფინიშერია, რადგან 8 ჩხუბიდან 7 ნოკაუტით დაასრულა, 1 კი საბმიშენით. შმიდტი კი UFC-ში მოხვდა რეკორდით 4 გამარჯვება და 2 მარცხი. მან ორგანიზაციისგან ეს ბრძოლა მიიღო მოკლე შეტყობინებით და დათანხმდა. რახიკიმ ბრძოლა დაიწყო ეფექტური ფეხების დარტყმით. ის თავიდანვე ბევრად უკეთესად გამოიყურებოდა და შუა რაუნდში რახიკი მარცხენა ხუკით წააქცია თავისი მეტოქე და მალევე დააფინიშა ის მიწაზე. მარვინი კვლავ დაუმარცხებელია და მოდის 9 გამარჯვებიანი სერიით. თან ყველა ბრძოლა მან ფინიშით მოიპოვა. $47 კილოგრამში ერთმანეთს დაეჯახდნენ ტიმ ელიოტი და სტივ ერცეგი. რეიტინგის მე-11 ნომერი მე-12 ნომრის წინააღმდეგ. ელიოტი UFC-ს ნამდვილი ვეტერანია, საბაზისო მოჭიდავია, თუმცა დგომშიც მრავალფეროვნად და ამოუცნობად იბრძვის. სტივ ერცეგი ავსტრალიელი სპორტსმენი, ყოფილი პრეტენდენტი, უნივერსალური, გამძლე და სწრაფი მებრძოლი. ეს ბრძოლა ფინიშის გარეშე დასრულდა. დაგიტოვებთ შეხვედრის საუკეთესო მომენტებს, გადახედეთ. მებრძოლებმა ზუსტად ისე იჩხუბეს, როგორც ეს 47 კილოგრამს შეეფერება, სისწრაფე ჩეხაობა, გდებები და მაღალი ტემპი. ერცეგი შედარებით უკეთესად გამოიყურებოდა და გაიმარჯვა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით. And again. Nice takedown there. Now we have another take, dance around, It's like a unique. jab, front kick with a little bit more frequency because when he does land it, it's She's touchy. also been doing a good job. Style is entertaining. And he gets taken out. Even our 6 corner. Over and over again. Another one. Beautiful. Tanks coming. Very patient. And kick. Yeah. Fine. And Astro Boy
Got his confidence back with the Astro Boy. Main event-ში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ გამოცდილი ბენილ დარიუში და დივიზიონის ამომავალი ვარსკვლავი ავსტრალიელი კუილან სალკილდი. ასე ვთქვათ, გამოცდილება ამბიციების წინააღმდეგ. დარიუში ნამდვილი ვეტერანია, ის ამ დღეებში 37 წლის გახდება, მხოლოდ UFC-ში მას 25 ბრძოლა აქვს ჩატარებული, რეიტინგში იკავებს მე-12 ადგილს. ბენილი 2018 წლიდან 2022 წლამდე ორგანიზაციაში მოდიოდა 8 გამარჯვებიანი ვინსტრიკით და სატიტულო ბრძოლასთან ერთ ნაბიჯში იყო. ის არის ჯიუ-ჯიტსუს შავი ქამრის მფლობელი, ძალიან კარგად მუშაობს პარტერში და დგომშიც ეფექტურად გამოიყურება. დარიუში ერთადერთია იმ 11 მებრძოლს შორის, ვინც მეტოქე ბექფისტით დაანოკაუტა. რა თქმა უნდა, საუბარია მხოლოდ UFC-ზე. ბოლო დროს ბენილს კარიერა აერია, 4 შეხვედრიდან 3-ში დამარცხდა, თუმცა დამარცხდა მსუბუქი წონის ნამდვილ მონსტრებთან, ჩარლზ ოლივერასთან, არმან ცარუკიანთან და ბენუა სენდენისთან. კუილან სალკილდი 26 წლის ავსტრალიელი, რომელმაც დივიზიონის კარი ფეხით შეაღო. ის დარიუშზე 11 წლით უმცროსია და ყველა მას ჩემპიონობას უწინასწარ მეტყველებს. სალკილდმა პროფესიონალური კარიერა 2021 წელს დაიწყო ეტერნალის ორგანიზაციაში. პირველივე ბრძოლაში დამარცხდა და მის მერე დაიქოქა და თან ისე დაიქოქა, რომ დღესდღეობით მოდის 11 გამარჯვებიანი ვინსტრიკით. ამ ბრძოლისთვის სალკილდს UFC-ში 4 გამარჯვება ჰქონდა. სპორტსმენებმა ბრძოლა ფეხების დარტყმების გაცვლით დაიწყეს, რის შედეგადაც დარიუშმა სალკილდი წააქცია, შემდეგ თეიქდაუნის შეასრულა და ბოლოს კლინჩი ჩაეხუტა. თითქოს დარიუშისთვის ყველაფერი ფანტასტიურად მიდიოდა, მაგრამ როგორც კი კუილანდი კლინჩიდან გამოძვრა, მან დაიწყო ვეტერანის დალეწვა და მალევე დაასრულა შეხვედრა ბრუტალური ჩაქოლვით. მორიგი გამარჯვება, სალკილდი ტოპ 15-ში შეიჭრა, ამბის მართლა დიდი მომავალი აქვს. ველოდებით მის მორიგ მეტოქეს. On the break, counter right, and now Salkild let it go. Will it Salkild does it again inside a round. He's no longer a prospect. He's a contender. Overcame some early adversity, came back, got the TKO. TKO. და აი ამ ივენთის მთავარი ბრძოლაც, დივიზიონის პირველი ნომერი და ყოფილი ჩემპიონი ჯეკ დელა მადალენა კარლოს პრატესის წინააღმდეგ, რომელიც მაგ მომენტისათვის იკავებდა დივიზიონის მე-5 ადგილს. რაც შეეხება ჯეკ დელა მადალენას, მასზე მაქვს გაკეთებული დოკუმენტური ფილმი და შეგიძლიათ გაეცნოთ მის კარიერას, თუ რა თქმა უნდა ეს მებრძოლი გაინტერესებთ. აქ კი გეტყვით, რომ ის 2025-ში UFC-ს ჩემპიონი გახდა, სადაც ბილალი დაამარცხა, მაგ მომენტისათვის ის 18 გამარჯვებიანი ვინსტრიკით მოდიოდა, ძლიერი მხარე აქვს კრივი, თუმცა როგორც კი შეხვდა ნამდვილ მოჭიდავეს ტიტულის დაცვაზე, მაშინვე დამარცხდა. ისლამ მახაჩევმა ის 2025 წლის 16 ნოემბერს პარტერში დაშალა მარტივ მამრავლებლად და გახდა ორმაგი ჩემპიონი. მაგრამ მადალენა მაინც რეიტინგის პირველი ნომერია, კარლოსის დამარცხება საკუთარ სახლში არა მარტო პრინციპის ამბავი იყო, არამედ შანსი ისლამთან სარევანშო ბრძოლის. კარლოს პრატესი ეს სპორტსმენი ცნობილია თავისი მხიარული და განსხვავებული ხასიათით. ის სვავს, ეწევა, დადის კლუბებში, მაგრამ როგორც ჩანს ეს ყველაფერი მას არ უშლის ხელს იყოს სასტიკი ნოკაუტების მანქანა. თავისი კარიერა პრატესმა 19 წლის ასაკში დაიწყო, თავიდან ის ხან იგებდა, ხან აგებდა, ძირითადად იბრძოდა და ცხოვრობდა ჩინეთში. მერე რამოდენიმეჯერ იჩხუბა ვანის ორგანიზაციაში, LFA-შიც მოასწრო გამოსვლა და აი ასე მოხდა დანა ვაიტ საპრეტენდენტო სერიაში, სადაც ბრუტალურად გათიშა თავისი მეტოქე და მოიპოვა კონტრაქტი UFC-სთან. ოფიციალურად კარლოსმა UFC-ში ჩხუბი 2024 წელს დაიწყო. ამ ერთ წელიწადში მან 4 ბრძოლა ჩაატარა, 4-ვეში გამარჯვება მოიპოვა ნოკაუტებით და შეხვდა იან მაჩადო გერის, რომელმაც ჭიდაობა აირჩია, რადგან ხვდებოდა, რომ ბრაზილიელი დგომში ძალიან საშიშია. მართალია კარლოსი გერისთან გადაწყვეტილებით დამარცხა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ იენმა მას გადაუარა. 4 თვეში კარლოსი ეფექტურად თიშავს ჯეფ ნილს და ხვდება UFC-ს ყოფილ ჩემპიონს ლეონ ედვარდს. ბრაზილიელმა ეს სპორტსმენით ნოკაუტით დააფინიშა მეორე რაუნდში, მან ერთი დარტყმით გათიშა ყოფილი ჩემპიონი და ალაპარაკა მთელი MMA-ის სამყარო და აი დღეს ის დაუპირისპირდება მადალენას, რომლის დამარცხებით ის მაქსიმალურად მიუახლოვდება სატიტულო ბრძოლას. ეხლა კი მოდით განვიხილოთ თვითონ ბრძოლა. ეს იყო ავსტრალიელის ტოტალური განადგურება საკუთარ სახლში. ბრძოლის დაწყებამდეც კი ჩანდა, რომ პრატესი ბევრად თავისუფლად გრძნობდა თავს. შედარებით კონკურენტუნარიანი პირველი რაუნდი იყო. პრატესი თავიდანვე უფრო თავისუფლად და სწრაფად მუშაობდა. ის კარგად იყენებდა ჯებებს, ფეხებს და ძირითადად ცდილობდა მუშაობას კონტრში. მადალენა ვერ ახერხებდა დისტანციის შემცირებას, რადგან კონტრში ხვდებოდა პრატესის დამაზიანებელი დარტყმები. ამიტომ რაუნდის მიწურულს მან უპრობლემოდ გადაიყვანა ბრაზილიელი მიწაზე და გონგის ხმამდე პარტერში აკონტროლებდა.
პრატესმა მეორე რაუნდი ჯოჯოხეთად უკცია მადალენას. ავსტრალიელი ისევ ცდილობდა პარტეში გადასვლას, მაგრამ ვეღარ გამოსდიოდა გდების შესრულება. კარლოსმა მადალენას ისე დაუზიანა ფეხი, რომ ის ჩანდა რომ კოჭრობს, მაგრამ მუხლებით სახეში დარტყმა ხო საერთოდ ცალკე შეფასებას იმსახურებს. ბრაზილიელმა ეს რაუნდი მწარე low-kick-ით დაასრულა და ჯეკი მაგარი დალეწილი გავიდა თავის კუთხეში. Jack is hurt all kinds of ways here. Jack Della Maddalena will stay on his feet. You go out there and get a big KO, but he's putting it on. Oh, stepping in. მესამე რაუნდში მადალენა კვლავ ცდილობდა გადარჩენას კლინჩში, მაგრამ კარლოსმა მას გადაუარა. ბრაზილიას მადალენას რეალური დაფინიშების შანსი ჰქონდა მიწაზე ჩაქოლვით, მაგრამ ის სპეციალურად აყენებდა მას ფეხზე, ალბათ უნდოდა ლამაზი ნოკაუტის შესრულება. ბოლოს პრატესმა მორიგჯერ წააქცია low-kick-ით ყოფილი ჩემპიონი და მიყვა მას მიწაზე, სადაც სასტიკად ჩაქოლამ მოიპოვა გამარჯვება ტექნიკური ნოკაუტით და ჯიბეში ჩაიკეცა ბონუსი $100,000 ოდენობით. Backs up. Oh, there it is. Stepping in. Amazing that Jack is still Oh, man, and another KO. Instead, Beltran taking a close look. And the nightmare is just that for Jack Della Maddalena. და თქვენც ნახეთ რა ადვილად დალეცა პრატესმა ჯეკ დელა მადალენა და დიდი ალბათობით ეხლა შედგება ისლამ მახაჩევს შორის და იანგერის შორის სატიტულო ბრძოლა და მატჩი გამარჯვებული, ანუ ისლამ მახაჩევი იქნება მატჩი გამარჯვებული, დიდი ალბათობით დაეჯახება კარლოს პრატესი. პრატესი მართლა უმაგრესი მოჩხუბარია და არ ვიცი, ამ დივიზიონში, დგომში მაგაზე უკეთესი ვინმე თუ არის შეგიძლიათ კომენტარებში დაწეროთ. მაგრამ ერთი პატარა მინუსი აქვს, მას არ შეუძლია კარგად ჭიდაობა. ჩვენ ვნახეთ რომ მადალენამაც უპრობლემოდ გადაიყვანა პირველ რაუნდში და იან გერისთანაც ამ ყველაფრის გულისთვის დამარცხდა. აქედან გამომდინარე ისლამ მახაჩევთან ამ მომენტში მე მას შანს არ ვაძლევ. მაგრამ თუ წამოწია თავისი ჭიდაობა და როგორმე გააჩერა ისლამის გდებები და აიძულა ის დგომში ეჩხუბოს, ისლამ მახაჩევს დგომში კარლოს პრატესთან შანსი არ აქვს. დაწერეთ კომენტარებში რას ფიქრობთ თქვენ, თუ შეხვდა კარლოს პრატესი ისლამ მახაჩევს, რა მოხდება.